რომელიც ხდეს სოფელსა და აჩრდილთა სიკვდილისათა ნათელი აღმოუბრწყინდა მათ. ანუ ღმერთის შემოვიდა ამ სამყაროში, რომელიც როგორც ადამიანი იწყებს მოღვაწეობას და ქადაგებს შეინანეთ, რამე თუ მოახლოებულ არის სასუფეველი ცათა და იწყებს თავის სამეფოს აღმშენებლობას. მერე პავლე მოციქული იტყვის გახსოვთ, რომ ჩვენ რასაც არ უნდა ღმერთმა ნიჭები მოგცა და ჩვენი ნიჭები უნდა მოვახმაროთ ეკლესიის აღმშენებლობას. ანუ ეკლესია ამ შემთხვევაში არა შენობა გესმით, არამედ ღვთის სასუფევლის აღმშენებლობას. ეს ძალიან ბევრ ამას მოიცავს, მაგრამ ამაზე ბევრი გვისაუბრია, ახლა აღარ ჩავღმავდები. მაგრამ იმისათვის, რომ ჩვენ თანამონაწილე, თანამუშაკნი, ისევ პავლე მოციქულს დავესესხებ, ანუ ჩვენ პასიურად კი არ მოვდივართ ამ სამეფოში. ეს პასიური რაღაც ნომინალური წევრები კი არ ვართ. ჩვენ ამ სამეფოში შემოვდივართ როგორც ძალიან აქტიური წევრები. შინაგანი მდგომარეობა ქრისტიანს ესეთი აქვს, გულში ცეცხლი აქვს, სულით მდუღარია, მოუკლებელად ღვთისმაძიებელია და ეს ყველაფერი მას უაღრესად დადებითად განაწყობს და იგი მარად მხიარულია, შემოქმედია, მიზანსწრაფულია, ცხოვრების აზრისი გაცნობიერებული აქვს, იგი ღმერთის მეგობარია, იმიტომ რომ იცის ღმერთი რატომ მოვიდა და იცის მან რა უნდა გააკეთოს, ანუ თავად ადამიანმა რა უნდა გააკეთოს. შესაბამისად, ეკლესიის წევრი არ შეიძლება იყოს პასიური, ის მუდამ აქტიურია და თუ ეკლესიის წევრი არის პასიური, რა ვიცი, აბა ეს ფაქტობრივად ნიშნავს, რომ ის მხოლოდ ეს მკვდარშობილია. ეს მკვდარშობილი სიტყვა, ეს არის სიმონ ახალი ღვთისმეტყველის სიტყვა. კი ბატონო, იშვა, მოინათლა, რწმენაც მიიღო, ეკლესიაშიც მოვიდა, მაგრამ აი დედა რომ მკვდარშობილს შობს. აი ესეთი მკვდარშობილები ვართო ჩვენო, სიმონ ახალი ღვთისმეტყველი ამბობს, როდესაც ვართ, მაგრამ თან არა ვართ.